განათლების მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. ქალაქ ბოლნისის მესამე საჯარო სკოლა 200 მოსწავლეზე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლა კი 440 მოსწავლეზეა გათვლილი. მინისტრი სკოლებში განახლებულ ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გაეცნო. პროექტი გულისხმობს სკოლის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ განახლებას, არამედ შინაარსობრივ განახლებას. ჩვენი მიზანია ახალ უსაფრთხო გარემოში მოსწავლეებს ჰქონდეთ უკეთესი სასწავლო შედეგის მიღწევისათვის საჭირო ყველა პირობა შექმნილი. აქტიურად მიმდინარეობს ყველა მუნიციპალიტეტში სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციები, 9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ამ წუთებში, ასევე 10 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ჯამურად 5000-ზე მეტი ბავშვი ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით. ევროპული სტანდარტებით არის აღჭურვილი ჩვენი ახალი სკოლა, ადაპტირებულია ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსწავლისათვის. აქამდე რაც არ იყო გაიხსნა ექიმის ოთახი, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის სხვადასხვა ადაპტირებული ლიფტი, მაგალითად პანდუსი და ასე შემდეგ.